გახსოვთ 2022 წლის 15 ნოემბერი. 15 ნოემბერი დიახ ეს ჩემი პრეზიდენტობის ალბათ ყველაზე რთული დღე იყო, როდესაც ქალაქ რჟევოდოვოში რაკეტა ჩამოვარდა. ამ დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაგირეკა, შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ის თქვენზე ზემოქმედებას ახდენდა, რადგან პოლონეთს ომი გამოეცხადებინა რუსეთის წინააღმდეგ. რადგან მისი თქმით ეს რუსული რაკეტა იყო. დიახ შეიძლება ასეც ითქვას, ეს თქვენთვის შოკის მომგვრელი იყო? არა. განა თქვენ მისი სატელეფონო საუბარი არ აღიქვით, ისე თითქოს მას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა. დიახ, სწორედ ასე აღვიქვი. და რა უთხარით მას, განსაკუთრებული არაფერი. ომის საწყის ეტაპზე ისინი ცდილობდნენ ყველა ქვეყნის ომში ჩათრევას. ეს ყველასათვის აშკარაა, ეს ხომ უკრაინელების ინტერესებში იყო. მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნებოდა, თუ კი ნატოს ქვეყნები ჩაერთვებოდნენ ომში. აშკარაა, რომ ისინი ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ ისეთი ქვეყნების გამონახვას, რომლებიც მათ სასარგებლოდ ჩაერთვებიან ომში რუსეთის წინააღმდეგ. ეს ახალი მოსაზრება არ არის. ეს ომის დაწყების პირველივე დღიდან ასეა. უკრაინის ლიდერშიპის ოცნებაა ნატოს ყველა ქვეყანა დაუდგეს უკრაინასა და მის არმიას გვერდში. რომელიც საკმაოდ სუსტად იყო შეიარაღებული ომის საწყის ეტაპზე. უკრაინა პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცეს ეყრდნობოდა. ამას მათ ვერ წავართმევთ, ისინი საკუთარ ქვეყანას მთელი გულით იცავენ, თუმცა მათ მაინც სჭირდებათ ნატოს ქვეყნების დახმარება. სურდათ, რომ ნატოს ტანკები შესულიყვნენ უკრაინაში და რუსების წინააღმდეგ ეომათ, ისევე როგორც კარგად აღჭურვილ ნატოს ქვეითებს ეომათ უკრაინელების მხარდამხარ რუსების წინააღმდეგ. ეს მათი ოცნება იყო. ჩვენს გვექნებოდა ეს ოცნება ანალოგიურ სიტუაციაში რომ ყოფილიყავით. რასაკვირველია, ზელენსკის სურვილს ჩვენ ვერ ავყვებით. ჩვენ პოლონეთი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, ამ ნაბიჯს არასდროს გადავდგამდით. და რატომ არ მოიხადა ბოდიში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან უკრაინის რომელიმე მაღალჩინოსანმა რჟევოდოვის ინციდენტის გამო? რატომ ჩაშალეს პოლონეთის პროკურატურის გამოძიება? რატომ არ დაეხმარნენ და არ გაუწიეს ეგრეთ წოდებული იურიდიული დახმარება ჩვენს საგამოძიებო სამსახურებს? გთხოვთ ამ შეკითხვით ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლებას მიმართოთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.